კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გუშინ სამინისტროს ჟურნალის კულტურა პლუს პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოებრივ საგანმანათლებლო ხასიათის ორენოვანი გამოცემა საქართველოში მოქმედ უცხოურ კულტურულ ინსტიტუტებს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობებს, საერთაშორისო და რეგიონული კულტურის ცენტრებს, საქართველოს საელჩოებს, საზღვარგარეთ და დაინტერესებულ მკითხველს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებს გააცნობს. კულტურის სამინისტროს პერიოდული გამოცემა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ კულტურულ პროცესებს გააშუქებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ბევრი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებით არის გაჯერებული, მე ვფიქრობ, რომ ერთიანი გამოცემა, სადაც მრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი კულტურული პროცესების, საიდანაც შეექმნება მკითხველს პრაქტიკულად სრული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს კულტურის სამინისტრო, რა პროცესები მიმდინარეობს კულტურაში. ძალიან რთული იყო თვითონ მუშაობის პროცესი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის უკვე და იმედი მაქვს, რომ ამ ჩემი სტატიის და არა მარტო ჩემი სხვების დახმარებისას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი სტატიის დახმარებით ბევრი შეიტანს განაცხადს და მოიპოვებს დაფინანსებას. სურვილია, რომ ჟურნალი იყოს არა მხოლოდ ასე ვთქვათ პროფესიონალებისთვის. ეს ჟურნალი ალბათ უნდა იყოს ყველასთვის, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, ყველა სხვადასხვა ადამიანისთვის, თუ შეიძლება ესე ვთქვათ. და თავარი მიზანი აგრეთვე არის ის, რომ ჟურნალი ჩავიდეს რეგიონში.